მოგესალმებით, მეგობრებო, იმედი მაქვს ყველაფერი კარგად გაქვთ, საინტერესოდ მიდის პირადად თქვენი ცხოვრება. ვიცი, რომ ისეთი საკმაოდ სტრესული გარემოა, ქვეყანაში რაც ხდება და რაც გრძელდება და რაც იმედი მაქვს, რომ მალე გამსწორდება, თუმცა ყველაფერს თავისი მიზანი აქვს, ასე ვიტყოდი და ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ უნდა მოხდეს, რომ რაღაცა მოხდეს მერე. ძალიან ისე სკრიპტით ლაპარაკობ, ანუ თაფარულად და რაღაცა, მაგრამ არც ვიცი რა უნდა ვთქვა ბოლომდე, რა ძალიან მტკივა გული და მწყდება გული, რომ მსგავს სიტუაციაში ვარ და უბრალოდ რაღაცნაირად არ გვაქვს ის მომენტი, რომ ადამიანებმა ერთმანეთი გავითვალისწინოთ და მხოლოდ სარგებელზე არის ზრუნვა ერთის მხრიდან მეორე მხარე კიდე არავის აინტერესებს და რაც იმედი მაქვს, რომ შეიცვლება მალე და ისე დავაგდება სიტუაცია, რომ ახლანდელი წამიერი სიამოვნება არ იყოს მხოლოდ მიზანი და ზოგადად სახელმწიფომ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ადამიანები კარგად იყვნენ იმ ქვეყანაში, იმ ტერიტორიაზე, სადაც ცხოვრობენ და სახელმწიფო მაგაზე იღოს პასუხისმგებლობას, რომ წესები და კანონები იყოს ისეთი შექმნილი, რომელიც ხელს უწყობს ადამიანების კომფორტულად ცხოვრებას და არა მათ დევნას და მათ წინააღმდეგ არ უნდა მიდიოდეს, მოკლედ სახელმწიფო ადამიანების წინააღმდეგ არ უნდა მიდიოდეს. და არ უნდა ქნიდეს ისეთ კონკრეტულ წესრიგს, რომელიც მხოლოდ მათთვის არის მისაღები. და ზოგადად ხალხს უნდა უნდოდეს იმ ქვეყანაში და იმ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც სახელმწიფო ქმნის. ხელისუფლებაში არიან ადამიანები, ვინც ქმნიან იმ გარემოს, სადაც თვითონ კარგად იქნება, კომფორტულად იქნება, შეჭამენ და ლევენ გაზომედი რა გინდა ეხლა, ხო? ანუ ეგეთი მსგავსი სიტუაციაა და სულიერი მორალური მსგავსი რაღაცები და არც აინტერესებს და რო რაღაცა ისევ შუა საუკუნეებში რო იყო ფულს რო იხდნენ და ცოდები ეტევებოდა თუ მორწმუნე იყო და მდიდარი და ასე შემდეგ ინდულგენცია ბირაცია გადაიხიდა ფულს მოეხსნა ცოდვა ორჩა ეგრე არ მოქმედებს სამწუხაროდ ეგრე არ მუშაობს ეგ ამბავი ყველას თავისი კარმა აქვს ყველა თავის შედეგს იღებს მაგრამ ძალიან ბევრი როა გამიწევდეს ამაზე ლაპარაკი უბრალოდ მე მინდა რომ გავაკეთო გაშლა თუ თებერვლის თვეში რაც უნდა ველოდოთ ზოგადად როგორც კოლექტივის ენერგია ის ადამიანები ვინც უსმენენ რა მოდის ვინ მოდის რაც უნდა მოველოდეს თებერვლის თვეში ეს არის ზოგადი გაშლა ეს გავითვალისწინოთ აუცილებლად ეს არის ზოგადი გაშლა და აქ არ არის აუცილებელი მაინც მხოლოდ ერთი კონკრეტული გაგზავნითი მესიჯი იყოს მთლიანი და მხოლოდ ერთი ადამიანისთვის აქ შეიძლება იყოს სხვადასხვა მესიჯები რომელიღაც შეიძლება შენთვის იყოს რომელიღაც შეიძლება არ იყოს შენთვის უბრალოდ ყველაფერს უნდა აწონო და უნდა იქონიო ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე რომ აირჩიო ისეთი და მიიღო ის მესიჯი რომელიც მართლა შენია და არ მოარგო უბრალოდ შენ თავს იმიტომ რომ შენ თავსაც დააბნევ და ზოგადად არ არის კარგი საკუთარ თავს რომ წააბნევ ადამიანი რა. კაი, ნახოთ თებერვლის თვეში რა მოდის, ვინ მოდის, რა ხდება. მაგას დავაკვირდეთ, 3 დასტა მაქვს, აქ არ არის არჩევა დასტის, უბრალოდ ჯერად კონკრეტულ ნაწილს შევხედავ, მე მეორეს, მე მესამეს, ერთად ამ დასტას რო ვიღებ ხოლმე, როცა მთლიანობაში ვშლი, როცა ეს არ არის არჩევის დასტის, ეს არის ზოგადად კონკრეტულად შენი ენერგია და შენი ყოფა, შენი კონკრეტული მდგომარეობა და სიტუაცია თებერვლის თვეში. ამით გავარკვევ ამას. ზოგადად შენ როგორ ხარ, რა გრძნო პირადად შინაგანი განცდები, სივრცე და ასე შემდეგ, როგორ გადავაგებული შენი თავი. შემდეგ გადავდივარ იმაზე თუ რა შემოდის, აი ამ დასტით თუ რა შემოდის, რა ენერგია მოდის და ბოლოს უკვე გადავალ ამაზე თუ აი ამ დასტაზე, რომელიც იქნება უშუალოდ აი ამ ყველაფრის შეჭამება და მე ანუ რჩევები ასე ვთქვათ რა. კარგი, ნახოთ. ეს მაყურებელი, ვინც უყურებს ამ ვიდეოს, ნახოთ თებერვლის თვეში როგორ არიან, რა ხდება ახალი საინტერესო. Strengths. მომწონს, კარგია, ძალა გვაქვს. ძალით ვართ ავსებული, ანუ რაღაც solar plexus ესეთი ეძახიან, მზის წნული, ასე ვთქვათ, ჩაკრის კონკრეტული ადგილი. მაგრამ მე ვეძახე მაგ ადგილს просто
ენერგია სადაც თავსდება არაფერი განსაკუთრებული არის ზისმულს არაფერს არ ვეძახი უბრალოდ ენერგიით ივსები ადამიანი ისევ და გიბრუნდება ეს რაღაცა ხალისი და ენერგია და ძალა იმისი რომ რაღაცა კონკრეტული გააკეთო რის გაკეთებაც გინდა და რისი შანსიც გეძლევა რომ გააკეთო ხო კარგი ნახოთ რასთან დაკავშირებით გვეძლევა ეს ძალა ცხრიანი მონეტა. ანუ რეალურად ეს სიმამაცე, ძალა და ენერგია გვეძლევა იმისთვის, რომ მივაღწიოთ დამოუკიდებლობას იმ გაგებით, რომ თებერვლის თვეში ვიცით, რომ სანერვიულო არ გვაქვს. მატერიალურ რაღაცებზე ვიცით, რომ სანერვიულო არ გვაქვს გარემოზე და ვიცით, რომ შეგვიძლია თაკმაოდ თამამად თავაწეულებმა ვიაროთ და გადაწყვეტილებები მივიღოთ ისე, როგორც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. ნებისმიერ სიტუაციაში ამას არ აქვს მნიშვნელობა, ხო? ანუ ეს არის უშუალოდ აი მე კარგად ვარ და ის რომ შეიძლება სხვას ვერ შეძლოს სხვისთვის გაზიარება რაღაცნაირად ჩემი ყოფის და ჩემი ბედნიერების და ამ შემდეგ შინაგანი პიროვნული თავისუფლება მაქვს და დამოუკიდებლობა და რაღაცნაირად აღარ მაქვს ის სტრესი რაც მანამდე მქონდა ანუ სტრესისგან თავისუფლდები რა რაც ძალიან მომწონს ძალიან მომწონს კი ბატონო ნახოთ თქვენ რა სტრესისგან თავისუფლდებით თქო და ეშმაკის კარტი მაგ და 6-იანი ხმები რაც არის უშუალოდ აი ეგ რა ზუსტად რომ ცილდები სტრესს ცილდები იმ კონკრეტულ ნეგატიურ ნარაჯანსაღა დამოკიდებულებას ენერგიებს სიტუაციებს სადაც ხვდები რომ ანუ აზრი არ აქვს და უბრალოდ ცილდები ამას და შენი გონებაც თავისუფლდება აი ამ იცი როგორი აზრებისგან თავისუფლდება შენი გონება აი ისეთი აზრებით რომელიც უკვე შენთვის აღარ არის სასარგებლო რა და აღარ გიწევს იმაზე ფიქრი და ანუ აღარ ფიქრობ წარსულზე აღარ ფიქრობ ყოფილზე აღარ ფიქრობ ისეთ სიტუაციებზე სადაც რაღაცა 2 წლის წინ მოხდა და გული გეტკინა და იმედი გაგისრულა და აღარ ფიქრობ ეს ადამიანებს და ეგეთ სიტუაციებზე რა უბრალოდ დგები და მიდიხარ წინ რაც ძალიან מחარებს მე მგონი ეს ჩემს სიტყვებზე ლაპარაკობ, ჩემს სიტყვებზე იმაშება ეს კარტი, რაც ძალიან מחარებს მეთქი და ყველაზე ბედნიერი კარტი რაც კი რა შეიძლება იყოს ტაროს კარტი, ეს არის მზის კარტი, ყველაზე პოზიტიური ომენი, ანუ დადებითი ენერგია, პასუხები, ანუ თებერვლის თვეში შენ თავს გრძნობ კარგად. ძალიან მიხარია. შვენიერი. კლიანტ შენი თავი, ანუ რეალურად მე საიდანაც ინფორმაცია მომაგ, ეს რაღაც სასწაულს არ ვაკეთებ და მაგიას და რიტუალებს და ებებს არ იმაშვები, კი რა თქმა უნდა შვები, მაგრამ არა კონკრეტულ მომენტში. ანუ საიდანაც ინფორმაციას მე ვიღებ, ეს არის რომ მე ვაკვირდები შენს higher self-ს რო ეძახიან უზენაეს თავს, ანუ იმ კონკრეტულ შენს ნაწილს, რომელმაც უკვე თებერვლის თვე გაიარა რეალურად, ანუ მანედან მომაგ ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ შენ ჩემთვის რაღაცნაირად ანუ ერთ კონკრეტულ აზმყოში არ არსებობს, შენ წარსულში არსებობდი და მომავალშიც უკვე არსებობ და მე იმ შენ მომავალ თავიდან გამომაქვს ეს ინფორმაცია, ხო? ეს ამბავი. ამიტომაც რაღაც მეუბნები რომ ძალიან ბედნიერი ხარ, კარგად ხარ, კომფორტულად ხარ, სულ რომ მარტო იყო კომფორტულად ხარ, კარგად ხარ, სულ რომ ვიღაცთან ერთად იყო იმედანაც კომფორტულად კარგად ხარ, ანუ ზოგადად კარგად ხარ. ძალიან კარგი. ძალიან კარგი. ხო, ანუ ტვირთი გეხსნება რა. ტვირთი გეხსნება რაღაც ზედმეტი პასუხისგებლობები გეხსნება, ან კონკრეტულად ის პასუხისგებლობები რაც გაქვს შეიძლება არ მოგცილდეს, უბრალოდ რაღაცომღაც უფრო მეტად გარკვეული ხარ იმ პასუხისგებლობებში, რაც გაგესრია თუ როგორ უნდა გააკეთო. ხო, და ამიტომაც თავს ვძნობ კარგად და ჯანმრთელად, ჯანსაღად და ენერგიით სავსედ. კარგი, ნახოთ, რატომ გვაქვს ეს დამოკიდებულება და რა ხდება ჩვენ გარშემო, რა შემოდის ენერგია ამ დროს, ხო? ანუ თებერვლის თვეში რასთან გაქვს გადაკვეთა, ანუ რა ენერგიები შემოდის, რასთან გაქვს გადაკვეთა, ამას დავაკვირდეთ. 4-იანი ხმლები მაქვს. 2-იანი თასები მაქვს. კი ბატონო. და temperance. შეიძლება ესე ითქვას, რომ ანუ შენამდე შემოდის შეიძლება ადამიანი, 2-იანი თასი მაქვს, ანუ ადამიანის სიტუაცია, შენ როგორც მინდა ისე მოარგე ეს ყველაფერი, მაქვს სიტუაცია ასეთი. არის რაღაც თებერვალში ჩემგან დამოუკიდებლად კიდე, რასაც ზუსტად იგივენაირი ემოციური დამოკიდებულება აქვს, რაც მე მაქვს იმ რაღაცის მიმართ, ეს იქნება საქმის მიმართ თუ ადამიანების მიმართ თუ საყვარელი ადამიანის მიმართ, ნაცავის მიმართ ოჯახის, ანუ ხო ხდები, არა აქვს მნიშვნელობა. აი ჩემ წინ რაც არის თებერვლის თვეში რაც ხდება
იმ რაღაცების მიმართ, მე თან მიმართ რა დამოკიდებულებაც მე მაქვს და იგივე დამოკიდებულება აქვს ჩემ მიმართ. ეხლა მე თუ არის ვიღაცა ადამიანი, რომელსაც ვერ ვიტან, ის ადამიანიც ვერ მიტანს. მე თუ არის ადამიანი, რომელიც მიყვარს, იმ ადამიანსაც უყვარ ვარ. თუ არის ადამიანი, რომელსაც დაბნეული ვარ, არ ვიცი რა ხდება, ის ადამიანიც დაბნეული არ იცის რა ხდება, ხო? თუ უკვე მაქვს რაღაცნაირად კავშირი საცხოვრებელ ენერგიასთან, თუ ხარ მარტო ხელა ადამიანი, როგორც მე, შეთვის ხარ, წყნარად ხარ, შვიდად ხარ, და უცაბედად, ანუ ის ვენა დასვენების პერიოდი გაქვს, ეს temperance რაც არის, ზომიერება, მოთმინება რაღაცნაირად, შეთვის ხარ, წყნარად ხარ, შვიდად ხარ. და გაქვს ორი ვარიანტი. ან სრულად ახალი ადამიანი მოდის, სრულად ახალი ადამიანი, დასვენების პერიოდის შემდეგ ჩნდება სრულად ახალი ადამიანი. არის ორი არა, სადაჟესამე ვარიანტიც არის. არის ადამიანი, რომელთანაც რაღაცა კონკრეტული კავშირი გქონდა, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული არ მოხდა იქ და აი ეგ რაღაც პაუზასავით გაქვს და ეგ განახდება. ან ყავდა ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობა გქონდა, დაიშალეთ და ეს ადამიანი ცდილობს, რომ ისევ გამოჩნდეს და დაბრუნდეს. ვინც როგორც გინდათ ისე მიიღეთ, როგორც გინდათ ისე დაალაგეთ და გაიგეთ ეს ამბავი. ყველა ვარიანტში მე ვიცი, რომ თებერვლის თვეში შენ ხარ ბედნიერად და კარგად და კომფორტულად, რაც მეუნება იმას, რომ თუ ეხლა ნახე, შენ არ მინდა ეს ყოფილები და არ მინდა ეს წარსულის ადამიანი და რატომ უნდა დაბრუნდეს, შენზე არა ლაპარაკი, ეს იმაზე ლაპარაკი, ვისაც უნდა რომ დაბრუნდეს და ვისაც რაღაცა კონკრეტული ისეთი მიზეზის გამოარიან დაცლებულები, რომელიც ძალიან მარტივად გადასალახია, ხო? ეს არ არის რაღაცა თავის მოტყუების ამბავი, ანუ რაღაც ისეთი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო, რომლისგანაც შეიძლება თავისუფლად მოbrunდე ადამიანი, ხო? და ისევ განაახლოთ ურთიერთობა. ეხლა თუ დეგენერატი იყო და ცუდად გექცეოდა და რაღაცა და მაინც გინდა რომ დაბრუნდეს, ეგ უკვე შენშია პრობლემა და არა რამე სხვაში. ხო, ნახოთ, ხო, ის მათვისაც ახალი ადამიანი და ახალი ადამიანი ჩდება. თებერვლის თვეში ძალიან კომფორტულად ლამაზად ჩდება ადამიანი, ხო? ადამიანი ჰაერისტიკია შეიძლება იყოს. ვინ თასობრივად შეიძლება, ხო, ანუ შეიძლება გზაზე იყოს, შორს იყოს. შეიძლება ის მომენტი იყოს, რომ შენ ცდილობ, რომ ანუ შეიძლება ის ადამიანია, რომელთანაც ნუ რაღაცნაირად ურთიერთობასავით კი გაქვს, მაგრამ ცოტა დაიღალე რა, არ გინდა რომ დაისვენო, ანუ ვერ ხვდები რა ხდება მაგ ადამიანთან და ამიტომ მოდი ამბობ, რომ მოდი რა აზრი აქვს, მაინც არაფერს არ ვაკეთებ მეც რა და ამიტომაც მოდი ტყუილა რომ ძალიან ემოციურად არ მივება ამ ადამიანს და რაღაცნაირად თავი არ ავიტკიო, მირჩევნია რომ გავეცალო სიტუაციას, ეგეთი ადამიანი ცდილობს რომ კომუნიკაცია გქონდეს შენთან. კი ბატონო, Knight of Cups, ანუ ემოციური მესიჯებია. Ace of Cups, ანუ გეუბნები ვიღაცა ადამიანი არის, რომელიც შენამდე შემოდის და მოაქვს ეს ახალი ემოცია, ახალი გრძნობა, რომელიც ემთხვევა იმ შენს კონკრეტულ ანუ უნარს, რასაც გასცემ. ეხლა ნახე, შეიძლება შენ თქვა, რომ მე ვარ დაღლილი, იმით რომ ემოციები, გრძნობები გავცე გარეთ და მოდი ცოტა ხანი ვიქნები მარტო ხელა ისევ ადამიანი რა. ეხლა ეგ შენი გადაწყვეტილება ხო არ არის გამოწვეული იქიდან რომ აი ეს სიყვარული ფუფ და რაღაცა და არავის არ ვენდობი და ასე შემდეგ და ბლა 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 რომ ეგ მომენტი არ გაქვს უბრალოდ ისვენებ და უბრალოდ გაგაღებული ეს პერიოდი მარტო იქნები მარტო მაგრამ ეხა ადამიანი თუ ჩდება იმ ადამიანის მიმართ არ იქნები არც აგრესიული არც გაურკვეველი არც არაფერი ანუ ძალიან მარტივად შეიძლება ხო, ეტყვი რომ იცი რა მარტო ხელა ვარ, რაღაცა ჩემთვის ვარ, წყნარად ვარ, შვიდად ვარ, კარგად ვარ, კომფორტულად ვარ და ამ ადამიანს გაეცნობი ამ მეგობრები და შეიძლება შემდეგ გადაიზარდოს უკვე სადღაც, ხო? ანუ აქ მაგ სიტუაცია იმისი, რომ ადამიანი შემოდის, რომელიც ცდილობს რომ რაღაცნაირად ემოცია გრძნობა გაგიჩინოს ახალი, ახლებური, ახლიდან დაგანახოს რაღაცა, ხო? შეიძლება ეს მსგავს ეს ემოცია განცდილი გქონდა უკვე და ისევ დაგიბრუნოს ეს ფორიაკი რაღაცნაირად ეს შინაგანი ინტერესი რაღაცების მიმართ რაც გაქვს, წამოწიოს ისევ წინ და რაღაცნაირად საინტერესო გამოჩნდეს შენთვის, ხო? კაი, ნახოთ. კი ბატონო, სრულად ახალი დასაწყისი მაქვს. King of Cups chance. King of Cups and the Fool. შეიძლება იყოს წყლის ტიკია. არ გამოვრიცხოთ რომ შეიძლება იყოს წყლის ტიკია ეს ადამიანი. სამართალი მაქვს, justice მაქვს, ბოლოში სამართალი, ექვსიანი თასები. ხო, ანუ ნახე, შედეგია შენი ძალიან დიდი მუშაობის საკუთარ თავზე. ეს ადამიანი არის მაგის შედეგი, რომ ანუ შენ სწორად აღიქვამ
თუ რა გინდა, როგორ გინდა და ისეთ გარემოში ხვდები და ისეთ სიტუაციებში ვარდები და ისეთ სიტუაციებში მიყავს შენი ცხოვრება და შენი თავი, სადაც ხვდები იმ სწორ ადამიანებს, ვინც შენ გარშემო გინდა რომ იყოს, ზუსტად ისეთ ადამიანებს ხვდები, რომლებსაც შეგვიძლია რომ ენდო და ამ ადამიანებთან ერთად რაღაცა კონკრეტული გააკეთო, ხო, ცხოვრებაში და სამყაროში. ახლებური დასაწყისი მაქვს, ახალი ენერგია შემომდის, ადამიანი რომელსაც უყვარხარ, მოსწონხარ. მე არ ვამბობ რომ ეხლა რომ შემოვეგრევე პირდაპირ გეცემა და მიყვარხარ. არა, ანუ ადამიანი რომელსაც ღია აქვს გული, ემოციურად გაწონასწორებულია, ძალიან კარგად იცის, რა დონეზე შეუძლია რომ შეივიდეს ემოციურ ბმაში ადამიანთან, რა დონეზე შეუძლია რომ მიიღოს ადამიანი და საკუთარ გულში შეუშვას, ასე ვთქვათ, გულის კარი გახსნას და ამ ადამიანს ეს შეუძლია რომ გააკეთოს და პოტენციალს იმისას რომ შეიძლება ერთმანეთი შეგიყვარდეთ, ამას არ უფრთხის და არ გაურბის. მოდი ესე ვიტყოდი, აქ შენ უფრო მეტად ხარ ის, ვინც გაურბის, ვიდრე ეს ადამიანი, ხო? კარგი. ნახოთ, მშვენიერი ენერგიაა. მშვენი ენერგია და ეხლა მე დავაკვირდები უბრალოდ რჩევებს, ზოგადად თებერვლის თვეში რა უნდა იცოდე, რა უნდა გაითვალისწინო, რაც მიაქციო ყურადღება, ხო? ნახოთ, რჩევები ადამიანების ვინც მიყურებს. Ten of Swords, Lovers, მაგდაბლა. დასრულდა. სადაც უნდა გაითვალისწინო ეს არის რომ დასრულდა და რაც დასრულდა იმაში აღარ უნდა იქექო. ერთი ძალიან კარგი ეს არის მომენტი არა რომ ადამიანი რო განიკურნები, ასე ვთქვათ, ჰილინგის პერიოდი რაც არის, განკურნების პერიოდი ადამიანი რომელიც ცდილობს რომ გადალახოს ის მძიმე პერიოდი რაც ჰქონდა და რომ გადალახავ მაგას უკვე ხო? დგება იცი როგორი მომენტი რომ აი უკვე გააქვს იმის შანსი და საშუალება რომ მომავალზე იფიქრო და იფიქრო წინ დახვდება, ხო? და შენი გონება აღარ არის მოცული იმ წარსულის რაღაცეებით. ათიანი ხმები მეუბნება რომ ანუ ხო, დამთავრდა წარსული დამთავრდა, დარჩა თავის იმაში, აღარაა საჭირო რომ გაიხსენო და აღარაა საჭირო საკუთარ თავში ატრიალო ისეთი რაღაცეები და უსაქმურობის ჟამს არა აუცილებელი რომ ჩამოჯდე და დაიწყო იმაზე ფიქრი თუ აი წარსულში ეს რომ აღარაა საჭირო წარსულის ქექვა, მორჩა, დამთავრდა. წინ და წინ. კარგი, ნახოთ კიდე. უიუ. ოკეი. შვიდიანი მონეტები. შედეგი მაქვს რაღაც. მოდი ახლა ესე ავხსნი ამ შედეგს რას ნიშნავს შედეგი მაქვს რაღაც რა. ანუ რაც გავეცი ის მოდის ჩემამდე, რაც გავეცი იქიდან რაღაცა კონკრეტული შედეგი ამოდის. ეხლა ნახე, შენ თუ შედეგით არ ხარ მაყოფილი რაც შენამდე მოდის, ესე იგი არ გაგიცია იმ დონის ენერგია და იმ დონის მიზანი არ გქონია და ქვეტექსტი არ გქონია იმ რაღაცის სწორად. იმიტომ შედეგი არ მოგწონს. შენ გარშემო რაც ხდება, რამე თუ არ მოგწონს. შეიძლება თქვა რომ აი მე რა შუაში ვარ, აი ეს ვიღაცა იმ ვიღაცა ძალიან მარტივად შეგვიძლია უთხრა არა. ძალიან ბევრი თავდაცვის მექანიზმი არსებობს, რომელიც ადამიანმა შეიძლება გამოიყენოს და პირველი ის არის არა. როცა შეგვიძლია თქვა რაღაცაზე რომ არა იწვევს ძალიან დიდ ცვლილებებს და ადამიანებს ზოგადად ცვლილებების ეშინია. არ არის არც მაგაცა პრობლემა. ცვლილება ისეთი რამეა რომ ან ხო მოგწონს ან არ მოგწონს, მაგრამ ფაქტია რომ რაღაცეები იცვლება, რაღაცეები ხდება შენ ცხოვრებაში ისეთი და შედეგები მოდის ისეთი რაღაცეებიდან და ისეთი საქმეებიდან რომელიც გიკეთებია, ოღონდ გიკეთებია ეს ყველაფერი საკმაოდ ისეთი ზრუნველობითი კუთხით ან ენერგია ჩაგიდია შეგვიძლია ისეთი რაც ძალიან დიდ მზრუნველობას მოითხოვდა, სიტყვას მოითხოვდა, სიყვარულს მოითხოვდა შენი მხრიდან, ანუ საკმაოდ ისეთი ხარ, გამცემი ადამიანი ხარ, ექვსიანი მონეტები მაქვს, ბედის ბორბალი მაქვს, ანუ რასაც გასცემ შენი რაც არა დაკარგულია ეს თემა არის, კარმაზეც ნალაპარაკები მქონდა ერთ-ერთი ვიდეო მაქვს, ოღონდ სხვა რამეზე ვლაპარაკობდი, თუმცა შინაარსი მაინც ეგ არის, რომ რასაც გასცემ იმას მიიღებ ადამიანი და შედეგობრივად მე ძალიან კარგი რაღაცა მომდის, ხვდები ემოციურად, ენერგეტიკულად ძალიან კარგი რაღაც შემოდის თებერვალში. რაც შენ გახარებს და რაც შენ თავს გაგზნობინებს ძალიან კარგად. სამიანი მონეტები. შეიძლება ეს ეხებოდეს ფულს, ესე შეიძლება ეხებოდეს მერწყულის ნიშანსთან კონდეს კონტაქტი, არ მიწის სტექიასთან კონდეს კონტაქტი. ყოველი შემთხვევაში ადამიანთან შეიძლება რაღაცა ისეთი გამოვიდეს, ხო, რაც აქამდე არ გამოდიოდა, შეიძლება უცებ დაიწყოს და ადამიანთან რაღაცა გამოვიდეს, ხო? ყოველი შემთხვევაში მე მეუბნება, რომ შენ გააქვს იმისი უნარი, ანუ რჩევას არის რეალურად ის, რომ ის რაღაცა რაც ხდება, ბერის ბორბალი, რაც მოაქვს ბერის ბორბალს, ესე ვიტყოდი, ისეთ მოვლენა, რომელიც შენზე არაა დამოკიდებული.
და აშკარად ატყობ, რომ ეგ რაღაცა კარგია რომ მოხდა, შენ გაქვს უნარი და შესაძლებლობა და შანსი იმის, რომ ის რაღაცა გამოიყენო და იმ რაღაცა შემოთავაზებას აღვე. ხო? ანუ შენ გეძლევა შანსი იმის, რომ რაღაცა კონკრეტული გამოიყენო და გააკეთო. ადეკი გააკეთე მაგაზე პრობლემა არ გაქვს 2002 იყო მაგაზე გეძლევა შანსი გააკეთე. გააკეთე. ძალიან კარგია, იმედი მაქვს ყველაფერი კარგად გექნებათ. გავითვალისწინოთ რომ ეს იყო მაინც ზოგადი გაშლა, თუ იმის გაქვთ სურვილი რომ პირადი პროგნოზი ნახოთ თებერვლისთვის, შეგიძლიათ პირად კონსულტაციაზე შემეხმიანოთ ან WhatsApp-ში ან Instagram-ზე და იმედი მაქვს ყველაფერი კარგად გექნებათ დროებით ლამაზ ადამიანებს.